მოგესალმებით მეგობრებო, ვისაც გვინდა მაისადგურის, ესე ვთქვათ, სწრაფად გამხსნელი თუ რას ქვია, მაგას შორტკატი თუ აპლიკაცია დავარქვათ, იყოს ჩვენი ეკრანის მთავარ გვერდზე. ეს ძალიან მარტივია, ჩვენივე ვებ საძიებო სისტემიდან, რომელიც სისტემას გვაქვს, მაგალითად, Samsung-ის ინტერნეტი, Google Chrome, Firefox-ი თუ თქვენს სარვისებიდან შეიძლება კიდე სხვა ოპერა გქონდეთ, მაგალითად და ასე შემდეგ. შეგიძლიათ ძალიან მარტივად დააყენოთ თქვენს გვერდზე და გქონდეთ ხელმისაწვდომი, ვინც ვთქვათ, ხშირად გამოიყენებთ ამ სისტემას, ბილეთების დაჯავშნის სისტემას. აი მაგალითად მე სამაგალითოდ განვათავსე ეკრანზე აბსოლუტურად ვთქვათ საძიებო სისტემის ქვეშ თუ როგორი აპლიკაციები შეიქმნა და პირდაპირ აპლიკაციაზე დაჭერით, ხვდებით მთავარ გვერდზე და ეხლა როგორ გავაკეთოთ ეს. შეგვიძლია ესენი წავშალოთ ყველა და გავიმეოროთ თქვენთან ერთად იმისათვის, რომ ვთქვათ, ყველა საძიებო სისტემისთვის ნახოთ. შევდივართ ინტერნეტში, ბუნებრივია, რომ ჩვენ ესე ვთქვათ, მაისადგურიჯი უნდა ავკრიფოთ და ეს მოვუწებნოთ, მე მთავარ გვერდზე ვდგებით. ინტერნეტ ბეტაზე ქვედა მარჯვენა მხარეს არის ინსტრუმენტების ხელსაწყოების, ესე ვთქვათ, პანელი, add page to, ანუ ვეუბნებით, რომ დაამატოს გვერდი და ვეუბნებით, რომ დაამატოს ის მთავარ გვერდზე. ჩვენ შეგვიძლია სახელი წავშალოთ, ვთქვათ, იქამდე სადამდე ჩვენ გვინდა, ან შეგვიძლია უფრო შევამოკლოთ, ან რაღაც სხვა სახელი დავარქვათ, ან გადავაქართულოთ და ისე დავდოთ. მაგალითად, დავდეთ უკვე. აი, გვაქვს მაისადგური უკვე ბეტას ქვეშ. მაგალითად, გვინდა Google-ით. შევდივართ Google-ზე. მაისადგური, ანუ შეიძლება ზოგს პირდაპირ ვთქვათ ეკრანზე Google აქვს და არა აქვს სხვა ტიპის საძიებო სისტემები. მაისადგურს, ავკრიფავთ როგორც წესია. მაისადგურს დავაწვევით, რომ მთავარი გვერდი მაინც ესე ვთქვათ განახლდეს და შემდგომ მას მარჯვენა ზედა კუთხეში პირდაპირ არის გამოტანილი უკვე იქ არჩევანიც აღარ გინდათ add to home screen მაგალითად. აქაც იგივენაირად გავდივართ პროცედურას, შეგვიძლია რაღაცა გადავარქვათ და ასე შემდეგ. აი, და დასრულდა. აქაც თუ ნახავთ, აი მაისადგური უკვე ჩაждდა, სხვა აპლიკაცია. იგივე მაგალითად Chrome-ში, ხო? აქაც შეგვიძლია, ბუნებრივია, რომ ავარჩევთ მაისადგურს, ვიპოვით და მას მერე დავიწყებთ პროცესს, აქაც იგივენაირად add to home screen, აი აგერ არის მითითებული add to home screen, იგივენაირად აბსოლუტურად ხვდებით, რომ ეს იგივე იქნება და ბუნებრივია, დაჟდება უბრალოდ სხვადასხვანაირად ახან იქნება თქვენთან განლაგებული, ამიტომ გავდივარ ამ პროცედურას და აი აქაც წავშლით და ვთქვათ დავამატებთ და ბუნებრივია, რომ ეს იგივენაირი იქნება და ვთქვათ Firefox-ში როგორ ხდება. აქაც მთავარ გვერდს ესე ვთქვათ განვაახლებთ და შემდგომ ქვედა მარჯვენა კუთხეში აი საძიებო ველის გვერდით არის ესეთი add to home screen. აქაც არის შეგვიძლია გადავაქართულოთ, რა ვიცი, თუ მოგწონს რომ მაისადგური ახლა მთლად ესე ერთი ითარგმნება, მეორე არა. აი შეგვიძლია მაგალითად დავწეროთ ჩემი სადგური. ჩემი სადგური და დავამატოთ. აი ჩემი სადგური დაემატა. აქედან ნებისმიერის ბუნებრივია დაწვრილებას გაიხსნება ზუსტად ისე, როგორიც დაიმახსოვრეთ თქვენ და გააგრძელებთ სტანდარტულად ძებნას. დიდი მადლობა, რომ იყენებთ მაისადგურის სერვისს და ჯავშნით ბილეთებს და დაინტერესდით. ისურვებთ წარმატებებს.